გამარჯობა, მოგესალმებით. დანების განხილვის ახალი ვიდეო ჩავწეროთ, მაგრამ სანამ საქმეზე გადავალთ, პატარა შესავალი მინდა გავაკეთოთ, თუ შეიძლება. ერთი კარგი ამბავია, რომ ჩვენს მომხმარებლებს გვინდა შევთავაზოთ უფასო პარკინგი, არის ხოლმე რა პარკირების პრობლემა, ჩვენ სავაჭრო ცენტრ როგორც მოგხსენებათ. პანდაში არის ჩვენი მაღაზია, დინამოს სტადიონთან წერეთის პირველ ნომერში. და პარკირების ზოლი გააუქმეს, გაკეთდა ბასლაინი და უწევთ ხოლმე ცოტა მოშორებით გაჩერება, ამიტომ გზის მეორე მხარეს ზუსტად ჩვენს პირდაპირ დინამოს აქვს თავისი დიდი პარკინგი და გავაკეთეთ იქ ჩვენი მომხმარებლებისთვის იქნება ერთ სიტყვით უფასო რა ეს მომსახურება. ჩვენთან მომხმარებელი მოვანიოთ შეიძენს, გავატან ჩეკს და იქ უკვე უფასოდ გამოუშვებენ. ადგილი ყოველთვის არის, არასდროს მაგის პრობლემა არ გექნებათ. უბრალოდ გზის გადმოკვეთა მოგვიწევთ მეორე მხარეს და ასეთი დანებისთვის ვფიქრობ ღირს თავის შეწუხება. ეხლა რაც შეიძლება შეეხება ჩვენს დღევანდელ დანებს, ბევრი კარგი სიახლე გვაქვს. არის რაღაცა ძალიან თანამედროვე და ისეთი დანები სულ რამდენიმე დღის გამოსულის კი, რამდენიმე დღისთვისაც არ არის. რა თქმა უნდა, თანამედროვე მასალებით და ტექნოლოგიებით და არის ძველი მოდელები, რომელიც უკვე აღარ იწარმოება და საკოლექციო და რარიტეტია. კარგია გიო გადაავლეთ თვალით, რომ თავიდანვე ვიცოდეთ რაზეა საუბარი, გქონდეს წარმოდგენა და შემდეგ მივყვეთ ტრადიციულად. აი პირველი მოდელით დავიწყოთ, მოდი რაიკით მეგობრებო. რაიკი 2.6 M390 ფოლადი, ინტეგრალი ტიტანის ტარი, ესეთი განსხვავებული, ლამაზი დახვეწილი დანა. ნახეთ როგორ აქვს პირზე გათხელებები, დამუშავება თითოეული დეტალი უკვე დანას ალამაზებს და ქმნის რაღაცა ისე თავისებურ განსხვავებულ სტილს. გახსნის მექანიზმი ფლიპერი, მასალები როგორც გითხარით ტიტანი M390, ინტეგრალი ტიტანია და ძალიან მსუბუქია, როგორც ხედავთ სულ მაქსიმალურად შემსუბუქებულია ეს დანასკელეტონივით არის გამხდარი და მოკლედ საინტერესო დანაა თავისებური და ვფიქრობ ბევრს მოეწონება. შემდეგი მოდელი Veronaives-ისა, ეს დიზაინერი როგორც ვიცით გახლავთ ჯოზეფ ვერო. Lux Mini ქვია მოდელს, M390 გვაქვს DLC დაფარვით და არის ტიტანი. აი ესეთი ლამაზი დახვეწილი, ცოტა აგრესიული პირით, საინტერესო და კარგი მექანიზმით, ფლიპითაც კარგად იხსნება აქედან ფრონტით. მესამენაირად ქვევიდან შეიძლება გახსნათ, მოკლედ ფუნქციურობის გარდა ძალიან კარგი სათამაშოც არის და თან ლამაზი და საკმაოდ ძვირფასი და ესეთი ელეგანტური დანაა და დახვეწილი. შავი ფერი გვიყვარს ქართველებს. შემდეგი მეგობრებო, სტილეტო უნდა წარმოგიდგინოთ ფრენკ ბელტრამის. კაიხანი არ გქონია და იყო მოთხოვნა. ეს საშუალო ზომის 23 სანტიმეტრია მისი სიგრძე, ირმის რქის ტარი. ესეთი ტრადიციული იტალიური სტილეტო. ბევრისთვის ასურველი და ისეთი დანა საყვარელი. შემდეგ ისევ სტილეტოზე და ამ თემატიკიდან ვაგრძელებ და ჩვენი საყვარელი ქართველი ოსტატი ზურა თაყაიშვილის მიერ დამზადებული და მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია სხვათა შორის ტიტანის ტარი. ნახეთ მაგარი დამასკვა რა კარგი ტექსტურა აქვს. მოკლედ ზურას ესეთი მაგარი სტილეტოც არის ჩვენს მაღაზიაში, ესეთი ტყავის ქარქაში მოყვება. ესეც საინტერესო დანაა, ვფიქრობ კოლექციონერებისთვის და მით უმეტეს ჩვენთვის ქართველებისთვის განსაკუთრებით ისეთი ძვირფასი დანაა. შემდეგი მეგობრებო, როგორც გითხარით, ერთ-ერთი ძველი მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ, Spyderco's Delica. ძველია ეს დაახლოებით ალბათ 1-5 წლის წინანდელი მოდელია, მაგრამ გამოუშვეს Naive ცენტრისთვის სპეციალურად. Naive ცენტრის ექსკლუზივია და უკვე აღარ იწარმოება და საკოლექციო, ამიტომ არის შედარებით უფრო ძვირფასი. გარდა ამისა, აქვს ძალიან კარგი მასალები. H40 SU400-ია ფოლადი სანმეი, თუ დააკვირდებით კი ექნებ გამოჩნდეს. იაპონიაშია დამზადებული ეს და ფოლადიც უფრო იაპონურია, ტრადიციული სანმეი, სამფენიანი ფოლადი და ეგზოტიკური პაკავუდის ხის ტარი. ბეკლოკი ჩამკვეთი სისტემა, თხელი, მსუბუქი, საშუალო ზომის, ძალიან კარგი ედისი დანა. და იგივე Naive ცენტრის ექსკლუზივი უნდა წარმოგიდგინოთ უკვე Spyderco პოლისი. შედარებით უფრო დიდი, მაგრამ ასევე ედისი დანაა. შედარებით დიდი დანების მოყვარულთათვის ფოლადი აქაც H40 SU400 გვაქვს. ძალიან მაღალ სინდროკველზე ნაწერთობი და იგივე პაკავუდის ხის ტარი. ძალიან ლამაზია, ვფიქრობ, პოლისი ახლა გიცით გამოდიოდა სკინის სკეილებით, შემდეგ გამოვიდა G10, სხვადასხვა ვარიანტებია, მოკლედ არის custom ვერსიების კარბონებით და რაღაც, მაგრამ ხე ვფიქრობ ძალიან მოუხდა ამ მოდელს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არაკლასიკური ფორმა აქვს, მაგრამ ძალიან მოუხდა და გემოვნებიანი დანა გამოვიდა. შემდეგი მოდელი მეგობრებო, ისევ Spyderco-ი ვაგრძელოთ, Toe5 უნდა წარმოგიდგინოთ. აქ უკვე ფოლადი გვაქვს CPM 20CV და არის ტიტანი.
დევიდ რიდბომმა შექმნა ეს მაგარი დიზაინი და ინსპირაცია აიღო ნიუ-იორკის ბანდებიდან, ფილმიდან, როგორც ვიცით, ამდანის ისტორია ალბათ მოგეხსენებათ და ბევრს აღარ ჩავყვები, მაგრამ ძალიან საინტერესო და უკვე საკოლექციო დანაც არის. საკმაოდ ღირებული და მაგარი ნივთია და ძალიან ლამაზი და გამორჩეული ამავდროულად. შემდეგი მეგობრებო, Benchmade უნდა წარმოგიდგენოთ ასევე ძველი რარიტეტი მოდელი, Benchmade Onslaught-ი, Bob Bloom-ი გახლავთ ამ ლეგენდარული დანის დიზაინერი, თავად ლეგენდა. ესეთი ლამაზი, განსხვავებული, პრაქტიკული დანა ძალიან და ძალიან ძველი მოდელია ესეც რა და უკვე თულად მოსაპოვებელი. ბევრი კოლექციონერისთვის ოცნება იყო თავის დროზე და დღემდე უკვე რა მართული საშუალებაა. ინარჩუნებს ეს დანა თავის ხასიათს და ყველაფერს მოკლედ რა. ბოლოდი 154 cm გვაქვს და GT სტარი. ასევე ძველი Benchmade უნდა წარმოგიდგინოთ. Benchmade 710, იგივე 7-ი. ბოლოდი ამ შემთხვევაში გვაქვს M390, ესეთი ლამაზი ტექსტურირებული ორფერში შესრულებული GT სტარი. Bill McKenney და Jason Williams-ი არის ამ მაგარი დანის დიზაინერები. ასევე დიდი ზომის რაღაც ხასიათით თითქოს პოლის გავს და როგორც ყოველთვის Bench და Spyderco ჭიდაობენ დიზაინებით, ფუნქციონებით და ყველაფრის. მოკლედ ძალიან კარგი და საინტერესო საკოლექციო მოდელი. ეხლა კი გადავიდეთ ჩებურკოვებზე მეგობრებო. ჩებურკოვის მაგარი მოდელები რა თქმა უნდა, ხო, ის მინდა ვთქვა, სანამ დავიწყებთ დანების განხილვას, რომ ჩვენი გემოვნებით არის ეს მოდელები არჩეული, ჩვენი გემოვნებით შეურჩიეს სტარის მასალები და ფოლადები მოკლედ რა. ყველა არის თითოეული ჩვენი შეკვეთა. პირველი გახლავთ გუძონი, ტარი ტიტანი, ფოლადი ზედიაი დამასკო, ლამაზი დახვეწილი დანა. აი ძალიან სასიამოვნო ამ დანის თამაშიც. ყველა პირობაში. რა ჯიბიდან ამის ამოღება რაღაცის გაჭრა გინდა სუფრაზე, გინდა ბუნებაში, ალბათ ყველგან სასიამოვნო და ისეთი ერთგვარად საამაყოც არის. და იგივე გუძონი უკვე შედარებით განსხვავებული დიზაინით და განსხვავებული მასალებით, აი ესეთი ლამაზი მარმარილოსებრი კარბონი, შავი წითელი ფერები, მეორე მხარეს ტიტანი, ფოლადი Elmax-ი გვაქვს ამ შემთხვევაში. ამათი თერმოდამუშავება კი ვიცით რაც არის და საოცარი ხარისხიც. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს გუძონებს. შემდეგი მოდელი ტაიკანი უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო. აი ესეთი მაგარი კარბონის ჩანართებით, აქაც მარმარილოსებრი პატარა კარბონები გვაქვს ჩართული, ტიტანის სტარი, ესეთი ოქროსფერი ანუდირებით და Elmax-ის ფოლადი. ძალიან ლამაზი დიზაინია, ძალიან კარგად არის ჭრილები გაკეთებული, ეს გავხსნელი, აი თვითოეული დეტალი მოკლედ რა, და აკვირდები ამ დანას ხვდები, რომ ძალიან განსხვავებული და ელეგანტური დანაა. ეხლა კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი სტრიჟი, Swift-ი იგივე ქართულად ნამგალა, როგორც გინდათ ისე დაარქვით მონათლეთ. სტრიჟები უნდა წარმოგიდგინოთ ტიტანის სტარზე, ეს არის დიდი Swift-ი. აი ესეთი ლამაზი, სადა, დახვეწილი, არაფერი ზედმეტი. მეორე სტრიჟი გახლავთ ესეთი კარბონის სტარით შევუკვეთეთ. ძალიან ლამაზი, შავი, წითელი და ეს ოქროსფერი ფხვნილით არის გაკეთებული. ეს ოქროსფერი კი რა ოქროს ფხვნილი ურევი ამ კარბონში და ძალიან მაგარია, ძვირფასი და ლამაზი დანა. ეს ტიტანის backspacer-ი და საკიდით ძალიან მოუხდა. ერთი ჯამში ძალიან დახვეწილი, მსუბუქი და ფუნქციური დანაა. ისევ Swift-ი უნდა წარმოგიდგინოთ, ისევ დიდი ზომის, აი განსხვავებული ესეთი კარბონი აქამდე არ გქონია ჩვენ, არ შეგვიკვეთია, ახლა პირველად გვაჩვენეს და ძალიან მოგვეწონა და რა თქმა უნდა შევკვეთეთ და ვფიქრობ გაამართლა. ძალიან ლამაზია, რომ დააკვირდები რაღაცა ფერები შიგნიდან მოდის და არ არის რა რაღაც უბრალოდ და სტანდარტული კარბონი მოკლედ ამის თქმა მინდა. აი ესეთი Swift-ები იყო ამ დანებზე მოთხოვნა და ამიტომ ჩამოვიტანეთ სხვადასხვა ვარიანტები, როგორც დიდი მოდელები, ასევე პატარები ძალიან დახვეწილია, რაც რო გადის უფრო და უფრო მომწონს ეს პატარა სტრიჟები. ლამაზია, ნახეთ, შავი და მწვანე ფერების კარბონი. ხელი, მსუბუქი და ისეთი კარგი ედისია ესეც რა. ნაუჩი ამაშორის რომ მარიჯობს. თავიდან დიდი Swift-ი მერჩი ვნახავ, ბოლო დროს რაღაცა პატარისკენ გადავიხარე უფრო და შემდეგი ესეთი მაგარი ფერებით ისევ პატარა Swift-ი. საინტერესო და მაგარი დანა. ეს კი ლიდერი მეგობრებო, ნახეთ რა ლამაზია, რა ლამაზი ტექსტურით არის. გქონდა ჩვენ ადრე ესეთი მოდელი, ძალიან მოწონს ჩვენ მომხმარებლებს და გადავწყვიტეთ კიდევ ჩამოგვეტანა. ასევე დახვეწილი და მაგარი კოლონიური დასაკეცი დანა. ფლიპერი გახსნის მექანიზმი.
ტიტანის სტარი, აი ესეთი ძალიან კარგი მაგარი დანაა. და დღეისთვის ბოლო ლუკმა ეხეთეთ ამ სილამაზეს. ეს ხო ესეთი სადა და მაგარია ტიტანი და ანუ ვერცხლისფერი ანუ დირების გარეშე ტიტანი ცოცხლად დატოვილი, პირთან ძალიან კარგად მიდის და ასევე ჩამოვიტანეთ ალბათ კიდევ უფრო ლამაზი გემონების ამბავი სისადავე მოწონს ექსკი ფერთა სიმრავლე და აი ესეთი მაგარი მოდელიც ტიტანის სკელი ლაინერები, ტიტანის საკიდი, ბექსპეისერი. რა ვიცი. დასწაული დანებია მოკლედ რა მინდა გითხრათ. ეხლა თუ შეიძლება კარგად ეს გამოვაჩინოთ და თუ შეიძლება ერთხელ კიდევ ვაჩვენოთ ჩვენს მომხმარებლებს ჩვენი მაგარი დანები და ატარე კამერა და გავაგრძელოთ საუბარი. იმედია მაყოფილი ხართ მეგობრებო ჩვენი დღევანდელი ვიდეო განხილვით, იმედია თავი არ მოგაწყინეთ. ვცდილობ ხოლმე არ ვიყო მოსაწყენი და ბევრი არ ვისაუბრო. მხოლოდ ძირითად და აუცილებელ ინფორმაციას გასვით. თუ რამის უფრო დეტალურად გავლამოგინდებათ, გნებავთ დამირეკეთ ნებისმიერ დროს, თუ არა და მობზადის მაღაზიაში ვისაუბროთ, გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა, გამოცდილება და რა ვიცი, ვაკეთოთ ერთად ეს კარგი საქმე. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით დაგემშვიდობებით.